როგორ ხართ მეგობრებო? მომზადე ხა სამსახურში მივდივარ. ხმარმა ქარვით რათა მემართა. ერთი დღე მახვალებდა, მერე მეორე დღეს გამიარა საფრთხილება აღარ მქონდა. და მესამე დღეს დილით ხმა წამერთვა, ეს რა არის? ვაფშე ხმას ვერ ვიღებდი საერთოდ. აი პატარა ხმა მქონდა ისეთი, აი ძალიან ისეთი, აი შემზარავი ხმა, უხეში რაღაც. და დამჩა კიდე ეს ხმა აზია რომ რატო ვარ. ანუ გაცებული არ ვარ. არც ყელი არ მტკივა, არც მახვალებს. არც ცხვირიდან არაფერი არ მომდის, ანუ სისველიც არ მაქვს, არც მიჭერს ხოში, ანუ არაფერი არ მაქვს, პროექტ ხმაში მეცვალა, არ ვიცი რის ბრალია. არასდროს არ ყოფილი ვარ ასე, რა ვიცი. ერთხელ ვიყავი მახსოვს შარშანი, უბრალოდ ერთი ორი დღე თუ ერთი დღე, ესე დამემართა ზუსტად. სამსახურში რომ მივედი, ხმას ვერ ვიღებდი ვაფშე, ვერ ვლაპარაკობდი, მეთქი სამუშაოზე რომ მივედი, მეთქი თუ რაღაცა წავალ სახში, ესეთი ვიყავი. მაგრამ ეს არაფერი არა, ვაფშე ვერ ვიღებდი ხმას, აი ოდნავ მქონდა ხმა ძალიან. რომ ხმას რო ბერა ამახლებ, აი ეგეთი ხმა მქონდა. აი მე ძალიან ისე წვიმდა, რომ ის გადაიღო მე და მზე გამოვიდა. აი მე ისე საშილა წვიმდა, ქარი ამოვარდა, შავი ღრუბელი იყო ისეთი, რომ კატასტროფული მართლა. აი აქ გვაქვს ხოლმე ჩვენი ის ბაღივით გაკეთებული ზაფხულში რომ ვაკეთებთ ხოლმე ხილი რა ხილი კაცო ბოსტნეული, ანუ ყველაფერი გვაქვს ხოლმე. და იქ ყავს ქათმები, აი მოიცადე, აი აქ ქათმები ყავს ხოთი შორის. მამალის ღვთისმის ქათმები ყავს დაჟე ხო. და კვერცხს ავყიდლებთ ხოლმე საერთოდ. დაახლოებით ვიღებთ ხოლმე 8-9 კვერცხი ყოველ დღე. მშვენიერი არის. თან სახლის კვერცხი რო არის და იცი რომ სახლის არის ძალიან მაგარი არის მართლა. რაღაცნაირი ის არის, ფერი არის. გზები გადაკეტილია ისევე. მიწევს წასვლა, ნახევრამ გზაზე და მე ფეხით უნდა გადავიდე, იმიტომ რომ მაქან აღარ შედის იქ, სადაც გამოვიდნენ უკვე ბოლოში. მაგრამ მე აქ ამოვლენ, ჩვენსკენ ამოვლენ, მე რამე შველება თორე ხა ჯანდაბას. აი გაუბედურება ყველაზე. თორე ჯანდაბას. აი მე რამე შველება არ მაგაზე ვფიქრობ. თორე წავალ ხომ ფეხით, მაგრამ აი რო თუ წვიმს, მე რა უნდა ვქნა. არ ვიცი რამე შველება. აი მე ეს მამალის ხმა ხო არ შემიძლია რა. აი მე სად დაგაყენოთ რომ სუფთა კადრი გამოჩნდეს, ვაფშე არ ჩანს სუფთა კადრი ნახეთ. ესე გამოვეწყო, ასე ვთქვათ, მე გავისწორე. თმა შევიღებე თქვენოთ მინდოდა, მაგრამ აღარ გადავიღე, იმიტომ რომ თან მეზარებოდა თან კიდე ის ნომერი ვერ ვნახე, რაც მინდოდა. რაღაც ვიდეოში ვნახე, ერთი ნომერი იყო, მაგრამ ის ვაფშე არ იყო საერთოდ, ის მარკაც არ იყო და აქ მეორე მაღაზიაში იყო, მაგრამ ის ნომერი არ იყო რა, ის მარკა იყო თვითონ მარტო. და ვეღარ ვიყიდე, ეს ვიყიდე, რასაც ვყიდულობ ხოლმე პალეტის 101 ნომერს ვყიდულობ ხოლმე, 2 ცალი ვიყიდე და 1.5 გავხსენე. და 1.5 კიდე მაქვს და მე მეორე წასმაზე უკვე ერთს ვიყიდე და 1.5-ს წავისმე კიდე. იმიტომ რომ ორი ძალიან ბევრია ჩემთვის. აი ასე არის. უბრალოდ რაც არ მიყვარს და რაც არ მოწონს, აი ოდნავ სიყვდილეში გადადის ძირები. და უკანა მხარე, გითხარით კიდეც. მაგრამ ანუ ფერი მომწონს, ცუდი არა, მაგრამ გასაახლებელი მაქვს. ვერ ვიკეთებ ჩემი, ძალიან რთული არის ჩემი გაკეთება. აი ასე. სხვა რა გითხრათ, ეს გარაჟივითაა, მანქანის დასაყენებელი, მაგრამ არ ვიყენებთ მანქანისთვის. ის ჩვენი სახლი არის. ეს ჩვენი სახლია. ეს ჩემი მანქანა არის სასაცილო საყვარელი. სასაცილოთან საყვარელი. განახებთ მაინც. სასაცილო, მაგრამ იდეალური არის ჩემთვის. ერთი წელი არის რა, რაც მანქანაზე ვზივარ. შენ გამომდის შვენივრად. ასეთ არ მიმირტყი, რაც მთავარია საერთოდ და ასე ეს ტიპები მანქანა არის იდეალური. აქაურბისთვის იდეალურია და მე საქართველოს უფრო ძალიან მაგარს ვიყიდით. არც ჩქაროფეხა ყიდვას, არც მინდა სიმართლე გითხრათ. ვაფშე, ანუ ყურადღებას არ ვექცევ ესეთ რაღაცებს. დიდად რო გითხრათ, პორტოხლის ხო გვაქვს კიდე. პორტოხლის ხმეცა განახებთ. ამ მამალმა ხო ტვინი შეჭამა. პორტოხლის ხე. რომელიც უკვე დამწიფდა და
ის არის შეგვიძლია დავკრიფოთ. რამდენიმე რა ყველა არ არის მწიფე. აი მაგალითად ეს მხარები არ არის მწიფე. აი ეს მწიფეა, აი მაგალითად. ეს ძალიან კაი არის ხოთა შორის. ის გარგლის ხე არის აქ. კიდე ის ბროწეულის ხეცამ, მაგრამ ბროწეულის ხე დიდათ არ არის კაი, იმიტომ ფუჭდება თან არ არის კარგი ის ჯიშის ლეღვი არის ქვემოთ ერთი პატარა ძირი. კიდე რა სხვა არაფერი ისეთი. ხო და წავალე ხომ ჩანთას ავიღებ ბაღემ და მანქანაში ჩავჯდები რომ ნელა-ნელა წავიდე, იმიტომ რომ ცოტა ადრე უნდა გავიდე. სხვათა შორის. მაკიაჟი არ მისვია ხა. ტუჩზე მისვია. ბრონზერი მისვია. და ტუში მაქა ტუშული და შიგნით მისვია წითელი ის თვალის ჭრტილი. სხვა არაფერი. ანდრი, მე ნელა უნდა წავიდე, კაი რო იცოდე. დაიდროებით. ალექსი რომ მოუთხარი რომ ჭამოს. კაი. ბაი. მეც. გაკოცა. ასე. ჩავჯდები ხომ მანქანაში ცოტა ხანი დაგელაპარაკე და წავალ. ეს. მაგრამ აი მე თმა გამეჭედა პირში ჩემით. აი ეს. საათი დავტენ ახლა გავიკეთებ თან საათს. ნელა. ლაპარაკებით. მე ჩემი ის რაფეხა უნდა განახოთ მაიცადე. ჩემი რაფეხა. და ის არის კიდე. მეორე ფერი აქვს. ორი ფერი აქვს და მიდევს მანქანაზე აქ. აქ ეს საყოლეთ. ეხლა მას დავაკეთებ ამ იმაზე. აი მე რატო არ ჩანს? დაატეხოს რა. ესედები რო არ მაქვს ტელეფონის მაგარი ტეხოს. აი. ეხლა ესე რო წავიდე. იმას მისას ჩამოვარდება. ეს ფიზიკურად ვერ ვული ახლა. ხო და საათს გავიკეთებ. დამზადარი მაქვს 2 დღეა. გუშინ სამუშაოზე ხო არ ვიყავი დასვენების დღე. გვაქვს ხოლმე კვირაობით რა. ხო და ასე. მე ახალ ფული მაქვს დაყენებული, მიცა. აი მე. აი ეს მაგით არ მოყავს. აი მე. არ შემიძლია. აი აქ რო იყოთ ვერა. რა უჭერს. აი ახალი ფული. მიკი მაუსის. და მიკი მაუსი მაქვს უკან დაკრული კიდე. ტელეფონზე. ბავშვი არის მგონი, ჩარჩენილია ბავშვობაში თქო. მგონი მართლა ბავშვობაში ვარ ჩარჩენილი. ცოტათი ვარ. ასე ვფიქრობ. დავიყენე უკვე. ასე. სხვა ისეთი არაფერი არ ხდება ძველებურად ყოველ დღეს იგივე. რა კაი ამით რო გამოვიდა, მზე რო გამოვიდა ვსწორად აღარ წვიმს, იმიტომ რომ ფეხით უნდა ჩავიდე და რო ეწვიმა ფიზიკურად ვეღარ წავიდოდი, უნდა დავლოდებოდი წვიმის გადასვლას, იმიტომ რომ ქოლგაც არ მაქვს ნაყიდი. უნდა მეყიდა არა და ათენში რო ვიყავი და აღარ ვიყიდე რა ვიცი. მეთქი რა თმინდა მეთქი ყველა მანქანით დავდივარ მეთქი ახლა და უცბად გადავალ გადმოვალ ხოლმე მანქანით და ასე. ხო და ესე მაქვს თმა თმის ფერა არ მომწონს ნახე როგორი ყვითელი ფერებში გადადის. გასახლებელი არის და რავი ვიქაცა ათენში არ გავიკეთე რავი და მგონი ჯობდა გამეკეთებინე რომ დიდხანს ყოფნა და მე თუ წავედი გავიკეთებ მე. როდის წავალ აღარ არ ვიცი. სამწუხაროდ არ ვიცი როდის წავალ. ასე. თმა ისე უმცვივა. სამწუხაროდ ის შამპუნი შევიცვალა, ახალი შამპუნი ვიყიდე, სიოს ხმარობდი. პანწენი ვიყიდე, ხა ძალიან კაი ხოთშოს პანწენით, დამერბილა თმების და კარგი სუნი აქვს. მაგრამ ნახოთ. არ ვიცი ზუსტად როგორი იქნება რა, ნუ ხა ერთი მას დაბანაზე ვერ გავიგებ. ერთი კვირა დაველოდები კვირა ნახევარი კიდე. და თუ კიდევ ის მიქნა ესე ჩამოვცვიო როგორც ჩამოვცვივა. იმას ვიზავ. ანალიზებს გავიკეთებ ყოველ შემთხვევაში. მე მგონი რომ წამლის ბრალია, რომ დავამთავრე ის წამალი ერთი თვის თავზე ზუსტად დამეწყო რა. და ასე. ცვენა.
და რა ვიცი, ნახოთ. რა იქნება, რომელი საათია მოიცა ნახო ერთი წუთით. კი არ მახსოვს, მეც ნახო. 17 წუთია პირველის. 20 ეკლია რა. პირველზე უნდა ვიყო იქ, მაგრამ ცოტა ადრე უნდა ჩავიდე ახლა, რომ იქ სადაც დავაყენებ მანქანას, იქიდან მე ფეხით 1-10 წუთი მინდა ალბათ დაახლოებით. 10 წუთი არ მგონია, მინდა 1-7-6-7 წუთი დამჭირდება ალბათ. მაგრამ ნელა უნდა ვიარო, თუ ისე ვაკეთებენ იქ გათხრებს. თხილაც უნდა გადავიდე იქ, ანუ რა ძალიან ცუდი არის, იცით? ძალიან ვიტანჯები ამით. ეს ძალიან ცუდი. წინაზე შაბათს რო ვიყავი. დაკეტილი იყო და მე სხვაგან დავაყენე მანქანა, რომ გამოვედი ფეხით მე დავინახე, რომ ის იყო. გახსნილი იყო რა, მანქანები ადიოდნენ. მე ისე უკან ვიბრუნდი. მანქანაში ჩავჯექი, მოვატრიელი მანქანა, წავედი ისევ იმ გზით, სადაც გახსნილი იყო ის გზა. ხო და ავედი მე და მე ვაი და დაეკეტა იქიდან ვეღარ გამოვიდოდი. და ჩემ ბედზე არ დაკეტილა კიდე კაი. მე რა ცუდი ხმა. ჩემ ბედზე არ დაკეტილა კიდე კაი და გამოვედი, გამოვასწარი, მაგრამ ეხა დაკეტილია უკვე ფიზიკურად ვეღარ გავალ იმ გზით. ხო და რაღაც ტრუბები გაყავთ, კანალიზაციისა თუ რა ახალი თელ კუნძულზე წარმოიდგინეთ და რავი რა როდის მოჩებიან არ ვიცი, წლები დაჭირდა, ალბათ 1-2 წელი კიდე, 3 წელი, 4 წელი, არ ვიცი, ამდე ხან დაჭირდება თელ კუნძულზე. ხო და მე რა აქამდე სამოვლენ ჩემამდე და მე რა მეშველება თორე ჯანტაბას. მაგრამ ვიზავ რაღაცა ფეხი წავალ ხოლმე რა და ეგ იქნება всё. სხვა გზა არ არის. სხვა გზა არ მაქვს სამწუხაროდ რას ვიზავ. რაღაცაა თუ რა ვიცი. ყველაფერი რაღაცა, აი მიზარება, არაფერი არ მინდა თითქოს. ვაძრო თორ ძალიან. კაი სიმშვიდე მანქანაში. დავედი ახლა და გემშვიდობებით. ისეთი არაფერი უაზრო ვიდეო იყო, მაგრამ მაინც ხო ავტვირთავა რა, რომ არ ვნებდები მე ვიდეოების დადებას არ ვნებდები, კიდე დავდებ. დავედიბა. კარგ დღეს გისურვებთ, კარგ საღამოს გისურვებთ. წარმატებებს და ყველაფერს კარგს და საუკეთესოს. წავალ ხა მეც სამსახურში, მერე მოვალ. ცოტას დავალაგებ მერე სახს. და მერე დავისვენებ ცოტას, მერე ისევ სამსახურში უნდა წავიდე სხვა სამსახურში. აი ესეთი გრაფიკი მაქვს სამწუხაროდ, მაგრამ სხვა გზა არ არის. დილით შევდგები ხოლმე, მაგრამ ისევ ვიძინებ ხოლმე, მერე ვიბრუნებ სკოლაში რომ მიდიან ბავშვები. ეხა ანდრია არ წასული მასწავლებელი არ არისო და ალექსი წავიდა, ანდრია არ წასულა. დაგემშვიდობებით ეხა რომ ჩავიდე, მივახციო იქამდე. ჯობია 5 წუთით არ მივიდე, ვიდრე დამოგვიანდა, რომ განა პრობლემაა 5 წუთი რომ დამოგვიანდეს, უბრალოდ ფიზიკურად მე არ შემიძლია, რომ სადმე დავაგვიანო, შანსი არა, იმ დროს თუ არ მივედი. იშვიათად ხდება და თუ დამაგვიანდა, იცი როგორ ცუდი შეგრძნება მაქვს შინაგანად. პასუხისგებლობა მაქვს ძალიან დიდი. ძალიან დიდი პასუხისგებლობა მაქვს ზოგადად სამუშაოსთან დაკავშირებით. და წავედი რა დავქავ ხა მანქანას და დაგემშვიდობებით. მე ხო ისაა. დაბალი ვარ, ძალიან მაღალი ხო არა ვარ და მივწიე და ის უკეთესია ჩემთვის. წავალი ხა ნელ-ნელა და ეს ჩამოვარდება ტელეფონით და გიდებდი და დავდებდი და მე იქ ნუ აუცილებლად გამოვიწერ ტელეფონის დასამაგრებლებს მანქანაში და იდეალური იქნება სარპარაკოდეს და ყველანაირად. დაგემშვიდობებით ხა დროებით. გემშვიდობებით და მალე შემოგერთდებით დროებით.